მოგესალმებათ, გოგა მასწავლებელი, იგივე ჩვანციკა. დღეს ჩვენ გავაგრძელებთ წილადებზე მუშაობას, წილადებზე გამოთვლას და იმ დავალებების შესრულებას, რაც თქვენ სახელმძღვანელოებშია. რამდენიმე სახელმძღვანელოა მოგეხსენებათ. ყველგან ერთი და იგივე ტიპის დავალება. აბა ნახოთ ახლა როგორ კარგად გავიგეთ წილადის ცნება და როგორ შეგვიძლია იმის გამოყენება კონკრეტულ ამოცანებში. მაშინ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას. ყველა გაკვეთილი ჩვენი და არა მარტო ჩვენი ტრადიციულად ასე იწყება. წინა გაკვეთილზე, ან იმის წინაზე, ყოველ შემთხვევაში გავლენილ მასალას ვეძახით ჩვენ ამას. გავიმეორებთ, რაც საჭირო საკითხებია, რომ ამ გაკვეთილზე რომელიც ამ გაკვეთილზე დაგვჭირდება და შემდეგ გავაგრძელებთ. მაშინ 2/3 ერთი სულ თავიდან როგორც თქვი რომ 1/1 დაყოფილია სამტოლ ნაწილად აღებულია 2 ის 1/1 რა არის ღმერთმა იცის როგორ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული ხან ერთი სტადიონი ხან მთელი კლასი ხან წელიწადში დღეების რიცხვები ხან ერთი ხთლიანი ხაჭაპური და ასე შემდეგ ეს ჩვენ ნახეთ რომ იგივეა რაც 2 გაყოფილი 3-ზე მას წილადის ხაზი არის გაყოფა ნახეთ ასევე რომ იმ რიცხვების რომელსაც ქვია წესიერი წილადი 2/3, 3/7 და შემდეგ და ის არის რა 1-ზე ნაკლები 3/5 არსებობს და ძალიან ბუნებრივად დაგვჭირდა ჩვენ ჩემოტანა როგორ თავისი შემოვიდა ცხოვრებაში და რა მინდა გითხრათ რომ არაფერს არ ვიგონებთ ჩვენ ვიგონებთ რას სახელებს ვარქვათ რაც აუცილებლად დაგვჭირდა აი აუცილებლად დაგვჭირდა კიდევ ერთხელ ვიტყვი მაგალითად 3 რაღაცა რომ გავყო 2 კაცს აი ეს უნდა გავყო შუაზე და თვითონ შეხვდება 1/1 აი 1/1 არის უკვე შერეული რიცხვი რომელიც არის არაწესიერი წილადი 1/1 ეს არის აი ასე დავწერ ახლა როგორც 2/2-ს დამატებული 1/2 და არის 3/2 აი ეს გახსენებისთვის ვინც არ იცის ეს გახსენება რატომ ხდება იმიტომ რომ თუ კი რაღაცა წინა გაკვეთილზე ან წინა წელს თუნდაც იყო გაუგებარი ის აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას თუ რა და შემდეგ წინ ვერ წავალთ ვერანაირად ვერ წავალთ და ეს იქნება ყოველთვის ძალიან დიდი განცდა რომ მე არ შემიძლია მე ამას ხშირად ვიმეორებ რომ არ დაგვავიზდეს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ წინა გაკვეთილებს და რადგან ჩვენ ვართ ახლა უკვე სერიოზულად სწავლის პროცესში ხო ეს არ არის ჩემი რაღაცეთი პოპულარული ლექციები მაგალითად მე-5 კლასის ის თუნც ბევრი ადამიანი მეუნება და ეს მე ძალიან მახარებს უსმენ ჩვენ იმას და დავიწყებული რაღაცა გავიხსენეთ აღვიდგინეთ და არ ყოფილად ლათ ისეთი ძნელი ამას ვქადაგებთ ჩვენ ყველა ადამიანი ვინც მათემატიკოსები ვართ თუნდაც ვასწავლით და ყველა ეს ადამიანი ვინც ეს იცის ყველა ეს ადამიანი ვინც ეს იცის და უხსნის სხვას იგივე შეუბნება იგი მეორეს ვინც არ იცის რომ ამის დაძლევა სავსები შესაძლებელია აბა მოდი ერთი მაგალითი გავაკეთოთ ახლა ასეთი 2/3-ს დავუმატოთ 1/4 რა უნდა ვქნა? ეს დავწეროთ მოდი გაშლილად 2/3/5 არის 2/3 დამატებული 3/5 ხო? მაშინ დამატებული კიდე 1/1 და დამატებული 4/5 ეს არის მოდი ჯერ შევკრიბოთ მთელები 2/3 რა დავამატებ 1/3 ეს იქნება 3/1 და 3/1 დამატებული შეკრების დროს და გამოკლების დროს მე შემიძლია როგორც მსურს ესე გადავანაცვლო ეს რიცხვები ძალიან ყურადღებით ვიყოთ გამრავლები და გაყოფის დროს ამის გაკეთება ყოველთვის არ შეიძლება ამაზე ჩვენ ცალკე ვილაპარაკებთ კიდევ მაშინ 2/1 და 3/1 დავაჯგუფე 1/1 უკაცრავად 3 და 3/5-ს უნდა მივუმატო 4/5 რა ხდება ტოლმნიშნელი წილადების შეკრება მე უფლებას მივცემ თავს რადგან ჩვენ ეს უკვე ვიცით არ წერო ბევრი და დავწერო 3/5-ს რომ დავამატოთ 4/5 ეს არის საერთო მნიშვნელი 5 და 3-ს დამატებული 4 ეს კი არის ჩემო ბატონო 3/3 დამატებული 7/5 7/5 არის არაწესიერი წილადი მნიშვნელი მეცხველი მეტია მნიშვნელზე საიდანაც გამოიყოფა მთელი
გამოყოფა გავიხსენოთ როგორ უნდა 7-ში 5 მოთავსება 2 ერთხელ სრულად და დამჩება კიდე რა 2 ფაქტობრივად მრჩება რა 2/5 კიდევ ხომ 3-ს დამატებული 1 და 2/5 ეს უდრის 2/3 დამატებული ეს არის 4/2/5 აი ეს მივიღეთ ჩემო ბატონო პასუხი ახლა მივყვები მე თქვენს სახელმძღვანელოებს რომ საიდან მოაქვს ამ ადამიანს ეს ისენი საიდან მოიფიქრა საიდან მომაგდა თქვენი სახელმძღვანელოდან აბა ნახოთ რას გვეკითხებიან და ფიქრობ ამას ყველა ძალიან კარგად დავძლებთ ყველანაირი ბარიერის გარეშე მეტრის რა ნაწილია 1 დეციმეტრი ანუ რას მეკითხებიან რამდენ ნაწილად უნდა გავყო მეტრი რომ მივიღო 10 დეციმეტრი ის რომ მივიღო 1 დეციმეტრი მეტრის რა ნაწილი 1 დეციმეტრი აი ეს არის ჩემო ბატონო მეტრი დაახლოებით და ჩემი რჩევა რომ როცა მეტრზე გვაქვს ლაპარაკი ეს რაღაც ისეთი კი არ იყოს რომ რაღაც ბუნდოვანი ჩვენთვის და რა ყველას გაქვს თქვენ მაგის საშუალება რომ მოიძიოთ მოიპოვოთ 1 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ნახოთ სანტიმეტრები არის ან პასაჟომი ხელსაწყოები არის ან თუნდაც თქვენი სახაზავით თუნდაც 20 სანტიმეტრი აიღეთ და გადაზომეთ 5 ჯერ რომ თვალით ვიცოდეთ რამდენი ეს მეტრი 1 დეციმეტრი არის 10 სანტიმეტრი არა ესეა ესენი სამწუხაროდ ხანდახან ერევა ხოლმე ხალხს აქ განსაკუთრებული გონების დაძაბვაზე აქ არ არის ლაპარაკი ეს უნდა დაიმახსოვრო ისე უნდა დაიმახსოვრო რომ 100 თეთრი არის 1 ლარი ისევე როგორც რომ 1000 მეტრი არის 1 კილომეტრი ერევათ ხოლმე ეს ხალხს აქ მე არ შემიძლიათ ეს ამაზე ლაპარაკი რა თქმა უნდა არ შეიძლება და გამორიცხული ეს არის დაუდევრობა თუ პასუხისმგებლობა 10 სანტიმეტრი რამდენი 10 სანტიმეტრია 1 მეტრში 1 მეტრში არის 10 სანტიმეტრი 10 სანტიმეტრი უნდა 10 სანტიმეტრი უნდა გავამრავლო 10-ზე და მივიღებ 1 მეტ 100 სანტიმეტრს არა ანუ 1 მეტრს და 10 დეციმეტრი 1 დეციმეტრი უნდა გავამრავლო 10-ზე რომ მივიღო 1 მეტრი ანუ 1 დეციმეტრი ყოფილა 1 მეტრის 1 დეციმეტრი ყოფილა 1 დეციმეტრი არის 1/10 მეტრი დავეჩვიეთ ასეთ ჩაწერებს 1/10 მეტრი არის 1 დეციმეტრი რამდენი არის 4 დეციმეტრი 4 დეციმეტრი რადგან 1 დეციმეტრი არის 1/10 4 დეციმეტრი იქნება 4 ჯერ მეტი მაშ 4 დეციმეტრი არის 1/10 მეტრი გამრავლებული 4-ზე ეს ჩვენ ვიცით წილადი მრავლდება ნატურალურ რიცხვზე მრავლდება მხოლოდ და მხოლოდ წილადის რიცხველი მაშ ყოფილა რა 4/5 მეტრი ეს არის რა 4/10 მეტრი მაშ 4 დეციმეტრი არის 4/10 მეტრი აი დღეს ახლა ამ გაკვეთილს მე ძალიან ჩავკირკიტებ იმიტომ რომ ეს არის ისეთი რაღაც საყოველთაოდ რაღაცა და თან რომ შეცდომა მოგვიდეს ხოლმე დაუშვებელია აბას ნახოთ ახლა ეგრეა თუ არა მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენ როდესაც რაღაცას გამოვთვლით და საბოლოოდ ხვებულობთ პასუხს ყოველთვის ვცდილობთ რომ მივიღოთ ის ჩაწერილი რაც შეიძლება უფრო მოდი ამ სიტყვას ვიხმართ თუ შეიძლება ლამაზი ფორმით მისაღები ფორმით უფრო მარტივი ფორმით ასე ვთქვათ ამიტომ 4/10-ს არ დავტოვებ მე აგერ და შევკვეცავ წილადის მრიცხვს და მიშლოს აბა გავიხსენოთ შეკვეცა რა არის შეკვეცა არის ერთ-ერთი ის წილადის ძირითადი თვისების ნაწილი ძირითადი თვისება როცა მრიცხველი და მნიშნელი შემიძლია მაქვს უფლება გავამრავლო ნებისმიერ ნატურალურ რიცხვზე შეკვეცა კი რა არის როდესაც ერთდროულად ვყოფ გავყოთ 2-ზე და იქნება 2/5 მეტრი 40 დეციმეტრი 40 დეციმეტრი უკაცრავად 4 დეციმეტრი ეს არის 40 სანტიმეტრი აბა ნახოთ არის მეტრის მართლაც 2/5 თუ არა 1 მეტრი არის 100 სანტიმეტრი 1 მეტრი არის 100 უკაც 100 სანტიმეტრი მე-5 რა ყოფილა მეტრის 100 გაყოფილი 5-ზე
უდრის 20. 1/5 ყოფილა 20 სანტიმეტრი. და 2/5 რამდენი იქნება? 2 ჯერ 20 40. დამთავრდა. ეს რომ გაქვთ მაგალითად თქვენ დიახ ესეთი დავალებები გაქვთ სადაც გინდათ დამოუკიდებელი სავარჯიშო დამოუკიდებელი მუშაობა ქვია, გინდათ საკონტროლო, გინდათ ტესტები, რაც გინდათ. დავამთავრეთ არის ძალიან ხშირად კითხვები მას სწორი გავაკეთე თუ არა სწორი გავაკეთე. როდესაც შეამოწმებ ამას ჩვენ მიღებულ პასუხს და აქვე მინდა ჩემი რჩევა მიიღოთ თქვენ, რომ როდესაც ამის დრო გვაქვს და საშუალება, აუცილებლად პასუხი შევამოწმოთ ხოლმე, სულ თავდაპირველ რაზო ამოცანის პირობაში უნდა ჩავსვათ. მიღებული პასუხი. დააკმაყოფილა იმ რიცხვმა, მიღებულმა პასუხმა. ეს რიცხვია ხოლმე ჩვეულებრივ, არა? შეიძლება ეს რიცხვი იყოს, რომელსაც აქვს თავისი განზომილება, შეიძლება იყოს განყენებული რიცხვი. აუცილებლად ვსვამთ იმაში. და ყველანაირი ეს ეჭვირო სწორია თუ არა არის სწორი ქრება და ვარ მშვიდად. დავალება არის შესრულებული სწორად. ახლა ასეთი დავალება, ჩემო ბატონო. გზის 3/5 გაიარაო. მოდი ამას დავტოვებ მე აგერ. გზის 3/5 გაიარაო. და რა დარჩა გასავლელიო? მე 1/1 კიდევ ერთხელ ვამბობ. შემიძლია წარმოვიდგენო უამრავი სახის წილადით. მაგალითად 1/1 წარმოვიდგენ როგორც 3/13. 1/1 წარმოვიდგენ როგორც 7/7. აი აქ რას მეუბნებიან, უყურეთ, გაიარა გზის 3/5 და რა ნაწილი დარჩაო. მთელი გზის რა ნაწილიო. აბა შევეცდები ახლა მე სწორად დავყო. აგერ იყო ჩემო ბატონო. ეს არის გზის 1/5. 1/5. 1/5. 1/5. 1/5. 3/5 გაიარა. 1, 2, 3 დარჩა. გასავლელი გზის 2/5. აქ ასეთი დავალება ბევრია ჩვენ თქვენს წიგნში, სულ ყველა უნდა გააკეთოთ. იპოვეთ 120-ის 1/4. 120-ის 1/4 არის რა? არის 120 გაყოფილი 4-ზე. უდრის 30. ახლა ერთი ესეთი რამე, რომელიც თქვენ წიგნშია და მინდა რომ წილადებთან მიუხედავად ჩვენი მცირე დროისა, რასაც ძალიან განვიცდით, მაგრამ რას ვიზამთ? ესეთია დღეს რეალობა. იპოვეთ რიცხვი, რომლის 3/5 არის 24-ო. მაშინ იპოვეთ რიცხვი რომლის 3/5 არის 24. 3/5 რიცხვის როგორ უნდა ვიპოვნო? რაღაცა რიცხვის 3/5 არის 24-ო. 3/5 ეს ხომ არის 3 ჯერ 1/5. რა თქმა უნდა, 3/5 არის 1/5-ს დამატებული, 1/5 დამატებული 1/5. მაშ თუ 3/5 არის 24, იმის 1/5 რა იქნება? 3/5 1/5-ზე არის 3 ჯერ მეტი. მაშ 24 თუა 3/5, 1/3 იქნება 24-ზე 3 ჯერ ნაკლები. ეს იქნება 24 გაყოფილი 8-ზე, 3-ზე. ეს არის 8. მაშ 1/5 არის 8. და თვითონ ეს რიცხვი რა იქნება? თუ ის რიცხვი ამ რიცხვის მე-5 არ, ეს ფაქტია, რაც ეს რიცხვი გაყოფილი 5-ზე არის 8. ანუ ეს რიცხვი ყოფილა 8 გამრავლებული 5-ზე. და არის 40. აბა შევამოწმოთ, მართლაც 40-ის 3/5 არის 24. 40-ის 1/5 რამდენია? 40 გაყოფილი 5-ზე. ეს უდრის 8-ს. 1/5 და 3/5 იქნება 8 გამრავლებული 3-ზე. ანუ 24. გააკეთეთ ესენი ყველაფერი, დინჯად, წნარად, გაუგებრობის შემთხვევაში დაუგდეთ ყური
მეოთხე, მესამე და მეორე კლასის გაკვეთილებს მათემატიკის შესაბამისად და იქნება ყველაფერი კარგად. დღეს ამით გემშვიდობებით.